როდესაც 2026 წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ბრძოლა დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მხოლოდ ომი არ იყო. იყო კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება გავლენას ახდენდა იმ ქვეყნებზეც კი, რომლებიც ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი და ეს არაფერია გარდა ნავთობისა. მანქანების ბენზინიდან, სატვირთოებისა და გემების დიზელიდან, თვითმფრინავების რეაქტიულ საწვავამდე, თანამედროვე ეკონომიკის დიდი ნაწილი კვლავ ნავთობზეა დამოკიდებული. ამიტომ, როდესაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ნორმალური მოძრაობა თითქმის შეწყდა, სწრაფად გაიზარდა შიში, რომ შეიძლება მომხდარიყო უზარმაზარი დეფიციტი მიწოდებაში. ჰორმუზის სრუტე ვიწრო ზღვის გასასვლელია ირანსა და ომანს შორის. ლუკაზე პატარა ჩანს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. 2025 წელს დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ყოველდღიურად გადის აქედან. ეს თითქმის მეოთხედია იმ ნავთობისა, რომელიც ზღვით გადაადგილდება მთელ მსოფლიოში. აქედან გადის საუდის არაბეთის მიერ გატანილი ნავთობის დიდი ნაწილი. ერაყის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარის და სხვა მწარმოებლების ნის ნავთობი სპარსეთის ყურედან. ამიტომ, როდესაც კონფლიქტი დაიწყო 2026 წლის 28 თებერვალს, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნორმალური მოძრაობა მოულოდნელად შეწყდა. ეს არ ნიშნავს, რომ ნავთობის მარაგი მსოფლიოში მყისიერად მთლიანად გაქრა, მაგრამ მიწოდების დიდი ნაწილი სპარსეთის ყურიდან მარტივად ვეღარ გადიოდა. კიდევ ერთი პრობლემა იყო. თუ ტანკერები ვერ ტოვებენ ყურეს, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში საცავები ივსება. როცა ადგილი აღარ რჩება, მათ თავად უწევთ წარმოების შემცირება. აპრილის აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნიდან დღეში 10 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის წარმოება დროებით შეჩერებული იყო შეფერხებების გამო. აქ გახდა საგრძნობი კრიზისის ნამდვილი სიმძიმე. როდესაც ნავთობის რაოდენობა მცირდება, მაგრამ მოთხოვნა კვლავ მაღალია, ფასი იზრდება. და რადგან საწვავი გამოიყენება ტრანსპორტირებაში და მრავალი პროდუქტის წარმოებაში, შესაძლებელია ხარჯები ზრდა ავიახაზებში, გადაზიდვებში, ქარხნებში, მიწოდებასა და საკვებშიც. აპრილში ნავთობის ფასი ძალიან გაიზარდა, ერთი ბარელი თითქმის $138-მდე ავიდა. ამიტომ საწვავი ბევრ ქვეყანაში უფრო ძვირი გახდა. თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რომ პრობლემა შემცირდეს. პირველ რიგში არსებობს მილსადენები, რომლებიც საშუალებას აძლევს სპარსეთის ყურის ნავთობის ნაწილს ჰორმუზის სრუტის გარეშე გავიდეს. საუდის არაბეთს აქვს დიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი. ეს მილსადენი ნავთობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან წითელ ზღვამდე მიაქვს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც აქვს საკუთარი მილსადენი ფუჯაირაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარეთ მდებარეობს. ეს მილსადენები დიდ დახმარებას წარმოადგენს, მაგრამ საკმარისი არ არის. მათ მხოლოდ მცირე რაოდენობის ნავთობის გადატანა შეუძლიათ იმ უზარმაზარ რაოდენობასთან შედარებით, რაც ადრე ჰორმუზის სრუტით გადიოდა. ამიტომაც იყენებენ სხვა ქვეყნები მეორე დაცვის საშუალებას, მათ საგანგებო ნავთობის რეზერვებს. ეს არის დიდი მარაგები ნედლი ნავთობისა და საწვავის, რომლებიც ინახება მძიმე მიწოდების კრიზისის დროს გამოსაყენებლად. 11 მარტს 2021 წელს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს 32 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საგანგებო მარაგებიდან გამოუშვებდნენ მაქსიმუმ 400 მილიონ ბარელ ნავთობს. ეს იყო ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული საგანგებო ნავთობის გამოშვება IEA-ის ისტორიაში. ეს დიდი დახმარება იყო, მაგრამ რეზერვებსაც აქვთ ლიმიტი. საგანგებო ნავთობი ბანკში შენახულ ფულს გავს. შეიძლება გამოიყენო, როცა პრობლემა გაქვს, მაგრამ ეს ამოუწურავი არ არის. როცა შეფერხება გრძელდება, ნელ-ნელა იკლებს მარაგიც, რომელსაც შეიძლება გამოვიყენოთ. ამიტომ საკმარისი არ არის მხოლოდ მილსადენებსა და რეზერვებზე დაყრდნობა, მაგრამ ეს ნაბიჯებით საკმარისი არ არის. საჭიროა ნავთობის დამატება სხვა ადგილებიდან, ან ნავთობის მოხმარების შემცირება მთელ მსოფლიოში. და ორივე ეს პროცესი უკვე დაიწყო. როცა ფასები იზრდება და საწვავი იკლებს, ბევრი ბიზნესი და მომხმარებელი იზოლებული გახდა ნაკლები მოეხმარა. რამდენიმე მთავრობამაც მიიღო ზომები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და სხვა ენერგიის წყაროების მოსაძებნად. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიხედვით, გლობალური ნავთობის მოთხოვნის პროგნოზი 2026 წელს შემცირდა. განსაკუთრებით აზიაში, მაღალი ფასებისა და შეზღუდული მიწოდების გამო. მაგრამ აზიაში არის ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად ყიდულობს ნავთობს. ეს არის ჩინეთი. მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი ნედლი ნავთობის სხვა ქვეყნებიდან. ჩინეთს ეს საწვავი სჭირდება თავისი უზარმაზარი სატრანსპორტო სისტემისთვის, ინდუსტრიისა და ეკონომიკისთვის. ამიტომ თუ ჩინეთი მოულოდნელად შეცვლის ნავთობის შესყიდვის რაოდენობას, ამას მთელი გლობალური ბაზარი იგრძნობს. და მას შემდეგ, რაც ირანის კონფლიქტი დაიწყო, ზუსტად ეს შეამჩნიეს ნავთობის ტრეიდერებმა. ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის იმპორტი მოულოდნელად მნიშვნელოვნად შემცირდა. სხვა ქვეყნებიდან ნავთობის შეძენის ნაცვლად ჩინეთმა გლობალური ბაზრიდან შესყიდვები შეამცირა. და ეს შემცირება ძალიან დიდი იყო, რადგან ჩინეთი უზარმაზარ რაოდენობას ყიდულობს ნავთობს.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის ანცირებს შესყიდვებს. შედეგად სხვა ქვეყნებისთვის უფრო მეტი ნავთობი რჩება. მაგრამ არსებობს დიდი კითხვა. თუ ჩინეთს სჭირდება ასეთი დიდი რაოდენობის ნავთობი თავისი ეკონომიკის გასამუშავებლად, როგორ მოახერხა მან ასე მნიშვნელოვნად შემცირებინა ზღვიდან აღებული ნავთობის რაოდენობა ისე, რომ ქვეყანა მაშინვე არ გაჩერებულიყო? პასუხი ის არის, რომ მან არ შეამცირა. და მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ჩინეთი დიდი ხანია ემზადებოდა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კრიზისი დადგებოდა. აქ ჩანს, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩინეთის ხანგრძლივი მზადება. ჩინეთმა ბევრი გზა გამოიყენა იმისთვის, რომ ნავთობის კრიზისისგან ნაკლებად დაზარალებულიყო. და ამ გზების უმეტესობა მან დიდი ხნით ადრე მოამზადა, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ერთ-ერთი პირველი, რაც ჩინეთმა გააკეთა, იყო საწვავის ექსპორტის გამკაცრება ქვეყნიდან. ჩინეთს დიდი ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია აქვს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ამუშავებენ ნედლ ნავთობს, ბენზინად, დიზელად, ავიაკეროსინად და სხვა პროდუქტებად. ჩვეულებრივ, ამ პროდუქტების ნაწილი ჩინეთს ექსპორტზე გააქვს აზიის სხვა ქვეყნებში. მაგრამ, როდესაც პრობლემები დაიწყო ახლო აღმოსავლეთში, პეკინმა მკაცრად შეზღუდა საწვავის ექსპორტი, რათა მეტი მარაგი დარჩენილიყო ჩინეთში. 2026 წლის აპრილში ქვეყნის გადამუშავებული საწვავის ექსპორტი თითქმის 10 წლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ბენზინი, დიზელი და ავიაკეროსინი გავიდა ქვეყნიდან ნაკლებად, ხოლო უფრო მეტი დარჩა შიდა ბაზრისთვის. ამასთან ერთად ჩინეთის სატრანსპორტო სისტემა დაიწყო ადაპტაცია. როდესაც ავიაკეროსინი ძვირია ან შეზღუდულია, თვითმფრინავის ექსპლუატაცია უფრო ძვირი იჭდება. მაგრამ ჩინეთს აქვს დიდი უპირატესობა, რომელიც ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩინეთს აქვს ძალიან ფართო მაღალი სიჩქარის რკინიგზის ქსელი. ამიტომ იმ გზავრობებისთვის, სადაც შესაძლებელია მატარებლის გამოყენება, თვითმფრინავისა და მანქანის ალტერნატივა მარტივად არსებობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ჩინეთს. ელექტრომობილები. ბევრი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობამ და კომპანიებმა დიდი თანხები დახარჯეს ელექტრომობილების წარმოებისა და გამოყენების გასაფართოებლად. ადრემ ელექტრომობილებზე საუბრობდნენ ძირითადად გარემოს დაბინძურებისა და ავტოინდუსტრიაში კონკურენციის გამო. მაგრამ ნავთობის კრიზისის დროს ისინი ასევე ჩინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილად იქცნენ. ელექტრომობილს აღარ სჭირდება ბენზინი ან დიზელი. ამიტომ, როცა ნავთობის ფასი იზრდება, ჩინეთში მილიონობით მანქანის გამოყენება კვლავ შესაძლებელია ელექტროენერგიით. ამან ვერ შეძლო ჩინეთის ნავთობის საჭიროების მთლიანად აღმოფხვრა. ბევრი სათურთო მანქანა, თვითმფრინავი, გემი და სამრეწველო მანქანა კვლავ იყენებს ნავთობპროდუქტებს. მაგრამ თუ ელექტრომობილებსა და მატარებლებს, უფრო ნაკლებ ფრენებსა და საწვავის უფრო ფრთხილ გამართულ გამოყენებასთან ერთად განვიხილოთ, ნავთობის მიწოდებაზეც ნეხი მცირდება. კიდევ ერთი ენერგიის წყარო, რომელსაც დიდი როლი აქვს ჩინეთში, არის ქვანახშირი. ქვანახშირი უფრო ბინძურია, ვიდრე ბევრი სხვა ენერგიის წყარო, რადგან მას დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ემისია აქვს. თუმცა ჩინეთის ქვანახშირის ინდუსტრია მაინც ძალიან დიდია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ განაგრძო ქვანახშირის ელექტროსადგურების სიმძლავრის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად ავითარებს მზის, ქარის და ბირთვულ ენერგიასაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ოდესაც მეტი ელექტროენერგია გამომუშავდება ქვანახშირის, მზის, ქარის, ჰიდრო და ბირთვული ენერგიით, ნავთობზე ნაკლები წნეხი მოდის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში. ჩინეთს ასევე აქვს დიდი ქვანახშირის ქიმიური ინდუსტრია. ის ამზადებს რამდენიმე ქიმიკატსა და სამრეწველო მასალას ქვანახშირისგან. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ეს ხშირად ნავთობით ან ბუნებრივი აირით კეთდება. მაგრამ მაშინაც კი თუ ამას ყველაფერს ერთად შევკრებთ, ეს მაინც არ არის საკმარისი იმის ასახსნელად, თუ როგორ შეძლო ჩინეთმა თავისი ნედლი ნავთობის იმპორტის დიდი ვარდნის გადატანა. პასუხის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმ უზარმაზარ საცავებშია, რომელიც ქვეყანამ მრავალი წლის განმავლობაში ააშენა, ეს არის ნავთობის რეზერვები. ჩინეთის მთავრობა არ აქვეყნებს თავის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვების სრულ რაოდენობას. ამიტომ არ არსებობს ზუსტი საჯარო მონაცემი, რომლითაც შეიძლება ითქვას, რამდენი ბარელი აქვს ჩინეთს რეალურად. მაგრამ ენერგეტიკის ანალიტიკოსები სატელიტურ სურათებს იყენებენ, ბადაზიდვების ჩანაწერებს, გადამამუშავებელი ქარხნების მონაცემებს და სხვა ინფორმაციას იყენებენ იმის დასადგენად, თუ რამდენი ნავთობი ინახება ქვეყანაში. და შეფასებებიდან აშკარად ჩანს, რომ ჩინეთს უზარმაზარი მარაგი აქვს. აქ მხოლოდ მთავრობის საგანგებო მარაგი არ არის. აქ არის კომერციული მარაგებიც, რომლებიც ეკუთვნის დიდ ნავთობ კომპანიებს, გადამამუშავებელ ქარხნებს, პორტებს და სხვა საცავებს. ამიტომ, როდესაც მიწოდება ახლო აღმოსავლეთიდან შემცირდა, ჩინეთს არ დასჭირდა დაუყოვნებლივ შეეცვალა საერთაშორისო ბაზარზე დაკარგული თითოეული იმპორტირებული ბარელი. ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ქვეყანაში დაგროვილი ნავთობი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ჩინეთის საზღვაო ნედლი ნავთობის იმპორტი კრიზისის პირველ თვეებში ასე სწრაფად. ამის გამო მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი მაშინვე არ გაჩერებულა. მაგრამ ეს არ ყოფილა შემთხვევითი, რომ ასე ბევრი ნავთობი იყო დაგროვილი. პეკინს დიდი ხანია ესმის, რომ ჩინეთს სერიოზული სისუსტე აქვს. მისი ეკონომიკა ძალიან დიდია, მაგრამ ნედლი ნავთობის დიდი ნაწილი რაც მას სჭირდება, სხვა ქვეყნებიდან მოდის. და იმ იმპორტირებული ნავთობის დიდი ნაწილი უნდა გაიაროს
ზღვებითა და ვიწრო საზღვაო მარშრუტებით, რომლებზეც ომმა ან პოლიტიკურმა კონფლიქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს. ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთმა ნელ-ნელა გაზარდა თავისი სტრატეგიული მარაგები და გააფართოვა იმპორტირებული ნავთობის წყაროები. აქ ორი ქვეყანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა: რუსეთი და ირანი. შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ფართო მასშტაბიანი სანქციები დააწესეს რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. რუსეთმა დიდი ბაზარი დაკარგა, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ მან მეტი ნავთობი გაყიდა აზიის ქვეყნებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი ჩინეთია. რუსეთიდან ნავთობი შემოდის ტანკერებით, ასევე პირდაპირი მიწოდება ხდება ჩინეთში მილსადენებით. ამიტომ პეკინს კიდევ ერთი დიდი ნავთობის წყარო გაუჩნდა, რომელიც ხორმუზის სრუტეში გავლას არ საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანი იყო, როცა ირანის ომი დაიწყო. როცა ჩინეთს გაუჭირდა ჩვეული მიწოდების მიღება სპარსეთის ყურიდან, რუსული ნავთობი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 2026 წლის ზაფხულისთვის დიდმა ჩინურმა გადამამუშავებელმა კომპანიამ სინოპეკმა კვლავ გაზარდა რუსული ნავთობის შეძენა შორეული აღმოსავლეთიდან, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომამდე ჩინეთს უკვე დიდი ხანია კიდევ ერთი უჩვეულო ნავთობის ურთიერთობა ჰქონდა ირანთან. ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე დიდი ხანია აშშ-ის სანქციები მოქმედებს. სანქციების მიზანია ირანისთვის ნავთობის გატნიდვა გაართულოს და მიიღოს ფული ამით. თუმცა ირანული ნავთობის დიდი ნაწილი მაინც აღწევს ჩინეთში. ამ ნავთობის დიდ ნაწილს ყიდულობენ დამოუკიდებელი ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებსაც ნავთობის ინდუსტრიაში teapot refiners უწოდებენ. ეს გადამამუშავებელი ქარხნები უფრო პატარაა ვიდრე ჩინეთის გიგანტური სახელმწიფო კომპანიები, მაგრამ ერთად აგებული მათი სიმძლავრე საკმაოდ დიდია. ირანული ნავთობის ვაჭრობა ასევე იყენებს რთულ გადაზიდვისა და გადახდის ქსელებს, რათა აიცილოს შეზღუდვები. არის ტანკერები, რომლებიც რამდენჯერმე იცვლიან სახელს, მფლობელობების ჩანაწერებს ან გადაზიდვის ინფორმაციას. არის შემთხვევები, როდესაც ტვირთი აღწერილია ისე, თითქოს სხვა ქვეყნიდან მოდის. სანამ საბოლოო მყიდველამდე მიიღო. ეს ეწოდება ჩრდილოვან ფლოტს, ესენი არიან ტანკერები, რომლებიც გამოიყენება სანქცირებული ნავთობის გადასატანად, მაშინ როცა ცდილობენ დამალონ, საიდან მოდის ტვირთი და ვინ მონაწილეობს ტრანზაქციაში. ყველა ჩინური კომპანია მზად არ არის ამაში ჩაერთოს. დიდი სახელმწიფო კომპანიები როგორც წესი უფრო ფრთხილები არიან, რადგან მათ შეიძლება დაკარგონ ცდომა დასავლურ ბანკებსა და საერთაშორისო ბიზნესზე, თუ სანქციები შეეხებათ. თუმცა ზოგიერთი დამოუკიდებელი გადამამუშავებელი კომპანიის აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან კავშირი უფრო მცირეა. ამიტომ მიუხედავად სანქციებისა, ჩინეთი დარჩა ირანული ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილის მთავარ მიმართულებად. და კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, თუ რატო ხორციელდება ასეთი ტრანზაქციები. ჩინეთის ნავთობის ვაჭრობის ყველა ოპერაცია არ საჭიროებს აშშ-ში დოლარით გადახდას. მრავალი ათწლეულის განმავლობაში დოლარი დომინანტი ვალუტა იყო საერთაშორისო ნავთობის ვაჭრობაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც გადახდა დოლარზე დაფუძნებულ საბანკო სისტემაში გადის, აშშ-ს უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს შეაჩეროს ან დასაჯოს ტრანზაქცია. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს აქვთ ნავთობის გარიგებები, რომლებიც ჩინური იუანით სრულდება. ჩინეთი და ირანიც იხელებენ გადახდის სისტემებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც აშშ-სთან ნაკლები პირდაპირი კავშირი აქვთ. ეს ჩინეთს სანქციებისგან იმუნურს არ ხდის, მაგრამ ეს აძლევს სხვა გზას ვაჭრობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლურ ფინანსურ სისტემაზე შეზღუდული ცდომა აქვთ. ამიტომ ჩინეთის დიდი ნავთობის რეზერვი მხოლოდ მრავალი საცავის აშენების შედეგი არ არის. ეს ასევე უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ხავდეს ბევრი მომწოდებელი, გამოიყენოს მილსადენები, სადაც შესაძლებელია, გააფართოვოს ელექტროტრანსპორტი. კონდეს ელექტროენერგიის სხვა წყაროები, შეინახოს ბევრი ნავთობი, როცა შესაძლებლობა აქვს და შეამციროს დამოკიდებულება ერთ ფინანსურ და გადაზიდვის არხზე. ხოლოდ, როცა ჰორმუზის სრუტე დაირღვა, ყველა ეს მზადება ერთდროულად მნიშვნელოვანი გახდა. მაგრამ გამოჩნდა კიდევ უფრო დიდი პრობლემა. თუ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული ქვეყანაა, რატომ დაეხმარა მისმა მზადებამ არა მხოლოდ საკუთარ ეკონომიკას, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ის აქ არის იგივე მიწოდებისთვის, აქ იწყება ჩინეთის ქმედებების ეფექტის ზრდა, ადგილობრივი ენერგეტიკული სტრატეგიიდან გადაიქცა რაღაცად, რაც გავლენას ახდენს მთელ გლობალზე, ნავთობის ბაზარზე, მაგრამ მათ მხოლოდ ნავთობი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ასევე, რომელი ვალუტით ყიდულობენ მას. თამ მსოფლიოში როგორც წესი, ნავთობის ვაჭრობისთვის აშშ-ში დოლარს იყენებენ. უფრო მარტივია, როცა ერთი ვალუტა გამოიყენება, აღარ არის საჭირო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის გამოყენება. და დღემდე აშშ დოლარი რჩება ყველაზე ძლიერ ვალუტად საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებში.
ამიტომაც შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციების მხრივ დიდი ძალა აქვს. როდესაც ტრანზაქცია დოლარზე დაფუძნებულ საბანკო სისტემაში გადის, აშშ-ის მთავრობას შეუძლია დაბლოკოს ან დასაჯოს კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყნებთან ტრანზაქციებს ახორციელებენ. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც ირანი და რუსეთი წააწყდნენ. მაგრამ, როდესაც დასავლური სანქციები გამკაცრდა, ჩინეთის იუანის გამოყენებაც გაიზარდა ამ ორ ქვეყანასთან ვაჭრობაში. ეს არ ნიშნავს, რომ იუანმა დოლარი ჩაანაცვლა. ამას ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ რუსეთისა და ირანისთვის იუანი გამოსადეგია, რადგან მათ შეუძლიათ მისი გამოყენება ჩინეთიდან მრავალი პროდუქტის შესაძენად. და რადგან ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ჩინურ ვალუტაზე ცდომა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩინეთს უპირატესობა აქვს. იმის გამო, რომ რუსეთიდან და ირანიდან ნავთობს ცოტა ქვეყანა ყიდულობს, ჩინეთი მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მყიდველად იქცა. და რადგან მყიდველები ცოტაა, მათ იძულებულნი არიან ნავთობით ჩინეთს უფრო იაფად გაყიდონ. ჩინეთმა რუსეთიდან ბევრი იაფი ნავთობი იყიდა, მას შემდეგ რაც ევროპიდან მყიდველები შემცირდა. ირანის შემთხვევაში კი ჩინეთი კვლავ აგრძელებს ნავთობის შეძენას, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა. ამიტომ ჩინეთმა სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ნავთობი მიიღო და დიდი მარაგის დაგროვება შეძლო. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთის მიერ დაგროვებული მთელი ნავთობი მხოლოდ ირანიდან და რუსეთიდანაა მიღებული. ჩინეთს ბევრი მომწოდებელი ჰყავს, მათ შორის საუდის არაბეთი, ერაყი, ბრაზილია და სხვა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები. თავარი საკითხი ისაა, რომ ჩინეთის მომარაგების წყაროები უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეხლა მას უფრო მეტი არჩევანი აქვს და როცა ახლო აღმოსავლეთში დიდი არეულობა მოხდა, პეკინმა ამ უპირატესობით ისარგებლა. მაგრამ რატო უნდა უნდოდეს ჩინეთს, რომ კრიზისის დროს გლობალურ ბაზარზე ნავთობის შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამციროს? ყველაზე მარტივი პასუხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩინეთის მთავრობა დიდი ხანია ფიქრობს იმაზე, რომ ძალიან არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მალაკის სრუტეა. მალაკის სრუტე ვიწრო საზღვაო მარშრუტია მალაიზიას, სინგაპურსა და ინდონეზიას შორის. ძალიან ბევრი ტანკერი, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში მიემართება, აქ გადის. 2005 წლის პირველ ნახევარში მალაკის სრუტეში ყოველდღიურად 23 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი გადის. და თითქმის ნახევარი იმ ნავთობთობისა, რაც ამ მარშრუტზე გადის, ჩინეთში მიემართება. ამიტომ პეკინი დიდი ხანია ფიქრობს, რა მოხდება თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი მოხდება და გემებისთვის ამ ადგილას გავლა გაჭირდება. ამას ხშირად მალაკის დილემას უწოდებენ. პრობლემა მარტივია. თუ ჩინეთი ასე ბევრ იმპორტირებულ ნავთობზეა დამოკიდებული, რომელიც ვიწრო საზღვაო მარშრუტებზე უნდა გაიაროს, ეს შეიძლება სერიოზულ სისუსტედ იქცეს ომის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტაივანის საკითხზე დაძაბულობა იზრდება. თუ აზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მოხდება, შესაძლებელია ჩინეთის საზღვაო მარშრუტები მნიშვნელოვნად დაზიანდეს. ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს ავტომატურად შეუძლია მალაკას სრუტის ჩაკეტვა, ან ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების სრულად შეწყვეტა. არსებობს სხვა საზღვაო მარშრუტებიც, მილსადენები რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან, ასევე მილსადენი მიანმარიდან. თუმცა, ნებისმიერი დიდი შეფერხება საზღვაო ვაჭრობაში ჩინეთის ეკონომიკისთვის ძალიან ძვირი დაუჯდება. ამიტომაც გასაგებია, რატომ ხარჯავს ჩინეთი უზარმაზარ თანხებს ნავთობის საცავებსა და მილსადენებს. განახლებადი ენერგია, ბირთვული ენერგია, ქვანული ენერგია, ქვანახშირი, ელექტრომობილები და რკინიგზა. ეს მხოლოდ კლიმატზე ან იაფ ენერგიაზე არ არის. ეს ასევე არის ქვეყნის მზადების ნაწილი, რათა საერთაშორისო დიდი კრიზისის დროს ადვილად არ პარალიზდეს. და ირანის ომი გახდა ამ სტრატეგიის ნამდვილი გამოცდა. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ეკონომიკა საბოლოოდ არ დაინგრეს. ექსპორტი. ჩინეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დამოკიდებულია პროდუქციის წარმოებასა და დაყიდვაზე სხვა ქვეყნებში. ჩინეთში მდებარე ქარხნები აწარმოებენ ელექტრონიკას, დანადგარებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტრანსპორტის საშუალებებს, ბატარეებს, ტანსაცმელს და კიდევ უამრავ პროდუქტს, რომლებიც მთელ მსოფლიოში იყიდება. ამიტომ, როდესაც ნავთობის სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნება და ერთდროულად ევროპისა და აზიის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკები დაეცემა, ჩინეთიც დაზარალდება. როდესაც სხვა ქვეყნები გაღარიბდებიან, ნაკლებ პროდუქტს იყიდიან. როდესაც შეკვეთები ნაკლებია, ჩინურ ქარხნებსაც ნაკლები პროდუქტის წარმოება მოუწევთ. ამიტომ პეკინს საკუთარი ინტერესი აქვს, რომ არ დაუშვას გლობალური ენერგოკრიზისის უკიდურესად გამწვავება. ამ გზით ჩინეთის მიერ ნავთობის იმპორტის შემცირება უბრალოდ სხვა ქვეყნებისთვის დახმარება არ არის. ის ასევე იცავს საკუთარ მომხმარებლებს. და სანამ ჩინეთი ამას აკეთებს, კიდევ ერთი ეფექტი გაჩნდა, რომელიც ნავთობის ბაზარზე უკვე შესამჩნევია. რადგან ჩინეთი ძალიან დიდი მყიდველია, მას შეუძლია შეცვალოს გლობალური მოთხოვნა ისე, როგორც ამას ქვეყნების უმეტესობა ვერ შეძლებს.
ჩვეულებრივ ნავთობის ბაზარზე ძალაუფლებას მიწოდების მხრიდან უყურებთ. საუდის არაბეთი და სხვა ოპეკის მწარმოებლები შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ წარმოება. რუსეთი ასევე ძალიან დიდი ექსპორტიორია. შეერთებული შტატები კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელია და მას დიდი გავლენა აქვს გლობალურ ფინანსებსა და გადაზიდვების უსაფრთხოებაზე. მაგრამ კრიზისმა აჩვენა, რომ უზარმაზარ მყიდველსაც აქვს ძალა. როდესაც ჩინეთმა მოულოდნელად მილიონობით ბარელი ნავთობი აღარ იყიდა ყოველდღიურად, კონკურენცია დარჩენილ მარაგზე მცირდება. როდესაც ჩინეთი სწრაფად ბრუნდება ბაზარზე და იწყებს დიდი რაოდენობით ყიდვას, მას შეუძლია გაზარდოს მოთხოვნა და ფასები. ეს არ ნიშნავს, რომ პეკინი აკონტროლებს ნავთობის ფასს. კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია, რაც მასზე გავლენას ახდენს. OPEC პლუსის წარმოება, აშშ-ის ფიქლის ნავთობის წარმოება, ომები, გლობალური ეკონომიკური ზრდა, მარაგები და სხვა ქვეყნების მოთხოვნა. მაგრამ აშკარაა, რომ ჩინეთის გავლენა როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის იმპორტიორისა ძალიან დიდია. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კრიზისმა აჩვენა. კიდევ ერთი რამ არის, რაც უნდა განმარტოთ. ჩვენ არ ვიცით, განზრახ გამოიყენა თუ არა სი ძინპინმა ჩინეთის ნავთობის სტრატეგია, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი შეერთებული შტატების წინააღმდეგ. არსებობს ვარაუდები, რომ სიტუაციამ შეიძლება ხელი შეუწყო პეკინის მოლაპარაკების პოზიციას ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში. მაგრამ არ არსებობს საკმარისი საჯარო მტკიცებულება, რომ თქვათ იყო პირდაპირ შეთანხმება, სადაც ჩინეთმა ნავთობის იმპორტი პოლიტიკური დათმობის სანაცვლოდ გამოიყენა. სხვა მიზეზები უფრო ნათელია. პეკინს სჭირდება საკუთარი ენერგომომარაგების დაცვა, ასევე მას სჭირდება ჩინეთის საექსპორტო ბაზრების დაცვა და მას სჭირდება შეამციროს რისკი, რომ ერთ დღეს ქვეყანას საჭირო იმპორტირებული ენერგია შეუწყდება. ასე რომ მთავარი გაკვეთილი ამ მოვლენიდან ისაა, რომ საქმე ის კი არ არის, რომ ჩინეთმა მსოფლიო გადაარჩინა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც რეალურად მოხდა. ერთ-ერთმა სტრატეგიამ, რომელიც ჩინეთმა საკუთარი თავის დასაცავად გამოიყენა, დიდი გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნებს. როდესაც ჩინეთი იყენებს რეზერვებს და ამცირებს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის შეძენას, უფრო მეტი ნავთობი რჩება სხვა მყიდველებისთვის. ამან ხელი შეუწყო ფასებსა და მიწოდებაზე ზეწოლის შემცირებას, მაშინ როცა მთელი მსოფლიო სხვა მარშრუტებსა და წყაროებს ეძებდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა დაქრა. სანამ ჰორმუზის სრუტე და სხვა მთავარი საზღვაო მარშრუტები საფრთხის ქვეშა, გლობალური ნავთობის ბაზარი კვლავ მოწყვლადია და ჩინეთის ნავთობის რეზერვებიც უსასრულო არ არის. თუ დიდი ხნის განმავლობაში საცავებიდან უფრო მეტი ნავთობი გამოაქვს, ვიდრე ახალი მიწოდება შემოდის, დადგება დრო, როცა მას კვლავ მეტი ნავთობის შეძენა მოუწევს. მაშინ შეიძლება გლობალურ ბაზარზე ზეწოლა დაბრუნდეს. ამიტომ ეს არის მომხდარის ნამდვილი მნიშვნელობა. რაც 2026 წელს მოხდა, უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ დროებითი ნავთობის კრიზისი. ამან აჩვენა, რომ გლობალურ ენერგოსისტემაში ძალაუფლების წყარო იცვლება. ადრე საუბრის ცენტრში თითქმის მხოლოდ დიდი მწარმოებლები და დასავლური ფინანსური ძალები იყვნენ. ახლა კი აუცილებელია ჩინეთის ჩართვაც. არა იმიტომ, რომ ის ნავთობის დიდი მწარმოებელია, არამედ იმიტომ, რომ ის უზარმაზარი მყიდველია. მას აქვს უზარმაზარი რეზერვები, მრავალი ალტერნატიული მიწოდების მარშრუტი და შეუძლია ბაზრის შეცვლა. მას სჭირდება ნავთობის დიდი რაოდენობის შეძენა საერთაშორისო ბაზარზე. სხვა სიტყვებით რო ვთქვა, ჩინეთმა მრავალი წელი მოანდომა იმისთვის, რომ მომზადებულიყო იმ დღისთვის, როცა დიდი ენერგეტიკული კრიზისი დადგებოდა. და როცა კრიზისი დადგა, თელმა მსოფლიომ დაინახა, რამდენად დიდი დახმარება გაუწია ამ მომზადებამ ჩინეთს. რაც მოულოდნელი იყო ისა, რომ სხვა ქვეყნებიც ისარგებლეს ამით. და შეიძლება ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გლობალური ნავთობის ისტორიაში. შემდეგი დიდი ენერგეტიკული კრიზისის დროს მსოფლიო აღარ დააკვირდება მხოლოდ იმას, რამდენი ნავთობის წარმოება შეუძლია საუდის არაბეთს, რუსეთს ან შეერთებულ შტატებს. ის ასევე დააკვირდება, რამდენ ნავთობს იყიდის ან არ იყიდის ჩინეთი.